თავისუფლება სინდისის პატიმრებს ზუსტად 19 საათზე შეიკრიბება საპროტესტო საზოგადოება ავლაბრის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე იმის სადემონსტრაციოდ, რომ ისინი არ ტოვებენ მარტო სინდისის პატიმრებს. გარდა ამისა, ისინი ამბობენ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ამ საზოგადოებისათვის და მათ შორის ქართული ოცნებისათვის იმის ჩვენება, რომ ხალხი საპროტესტო საზოგადოება არ ნებდება, არ იხევს უკან და რომ ისინი ყოველ ჯერზე გამოდიან იმის სათქმელად, მათ შორის ბიძინა ივანიშვილის გუნდისთვის, რომ მათი ბრძოლა იქნება უწყვეტი გამარჯვებამდე. ამბობენ იმასაც, რომ მართალია ყოველი დღე არის სინდისის პატიმრების, თუმცა განსაკუთრებულად არის ხოლმე ისეთი თარიღები და პერიოდები, როდესაც ამ თემის წინაპლანზე წამოწევა არის ორმაგად მნიშვნელოვანი. შესაბამისად, ყოველთვიურად არის ხოლმე ერთი შაბათი, როდესაც განსაკუთრებულად აქცენტირებენ სინდისის პატიმრებზე. სწორედ დღეს არის ასეთი შაბათის მარში, ამიტომ დღესაც გაჟღერდება დედაქალაქის ცენტრალურ ნაწილში ფრაზები თავისუფლება სინდისის პატიმრებს, თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს. დღეს გაიმართება ტრადიციული შაბათის მარში, რიგით 34. ეს შაბათის მარში მიეძღვნება ჩვენ სინდისის პატიმრებს, როგორც წესი, ყველა მარში ეძღვნება ამ მებრძოლ ადამიანებს, ჩვენ მთავარ მედროშეებს, მაგრამ თვეში ერთხელ როგორც წესი გვაქვს ხოლმე ექსკლუზიურად მათი სახელობის მარში, ასე ვთქვათ და მთავარი მოთხოვნა იქნება თავისუფლება სინდისის პატიმრებს და ყველას ველოდებით 7 საათზე ავლაბრის მეტროსთან. ეს მარში მიძღვნილი იქნება სინდისის პატიმრების თემას, მათ გაძლიერებას და მათი გათავისუფლების მოთხოვნას. ეს არის ჩვენი მოთხოვნა სამართლიან და თავისუფალ არჩევნებთან ერთად. რაც ეს დღის წესრიგიდან არასდროს არ ჩამოიხსნება, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ჩვენ ყველა საპროტესტო საზოგადოება, ვინც ამ ქვეყნის კეთილდღეობაზე და თავისუფლებაზე ვზრუნავთ, მივიღოთ მონაწილეობა შაბათის მარში, იმიტომ ეს არის საპროტესტო საქართველოში საპროტესტო განწყობის მეგაფონი და ამ მეგაფონიდან რაც შეიძლება მეტი ადამიანის ხმა უნდა ისმოდეს, რაც შეიძლება ხმამაღლა და რაც შეიძლება დინამიურად და ენერგიულად. დღეს არის რიგით 34 შაბათის მარში. შეცვლილი ლოკაციით უკვე ორჯერ გაიმართა შაბათის მარში ავლაბრის მეტროდან კანცელარიამდე. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ არსებითი მნიშვნელობა არ აქვს დედაქალაქის რომელ ნაწილში შეიკრიბებიან. მთავარი არის მათთვის ის, რომ პროტესტი გრძელდება, უწყვეტი ბრძოლა გრძელდება გამარჯვებამდე და ისინი ამ ბრძოლაში მარტო არ ტოვებენ, მათ შორის სინდისის პატიმრებს.